რას ნიშნავს, როცა გიყვარს ვინმე, უსაზღროდ? დღეს მინდა ერთად ჩაუღრმავდეთ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ ამბავს. ეს არის ამბავი, რომელიც დედობრივი სიყვარულის რთულ, ტკბილ მწარე ბუნებას ისე გვიჩვენებს, როგორც იშვიათად. მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს, როცა სიყვარული უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს. მოდით პირდაპირ იმ კითხვით დავიწყოთ, რომელიც ამ ამბის გულშია და რომელიც ალბათ ყველას დაგვრჩება თავში. რატომ უნდა დაიბრმავოს დედამ თავი? ეს კითხვა მსხვერპლზე, სიყვარულსა და სრულთავგანწირვაზეა და მთელ ამბავს აი ასე, წითელ ხაზად გასდევს. მას ასე, ყველაფერი იწყება ერთი დედით, ოთარ ანდქვრივით, რომელიც თავის ერთადერთ ვაჟს გიორგის უყურებს. წარმოიდგინეთ, გიორგის სიხარულისგან დაფრინავს. რატომ? იმიტომ რომ სახლიდან მიდის, სამსახურს იწყებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მაგრამ დედის გრძნობა, ეს უბრალო ბედნიერება არა. მოთხრობა ამას მზიან-ჩრდილიან სიამოვნებას არქმევს. რა გენიალური სიტყვა არა. იდეალურად აღწერს იმ ორ მაგ ურთიერთგამომრიცხავ ემოციას, როცა ერთდროულად გიხარია და გული გტკივა. აი ზუსტად ეს არის ამ პარადოქსის ახსნა. დედის მზე ისაა, რომ შვილი ბედნიერია, მომავლის იმედი აქვს, მაგრამ ამ მზეს მოჰყვება ჩრდილი. ტკივილი იმის გაცნობიერებისგან, რომ შვილის ბედნიერება მისგან წასვლას ნიშნავს. კარგი, ახლა ვნახოთ, როგორ ემზადებიან ისინი გიორგის გასამგზავრებლად. სწორედ დედის ქმედებებში, იცით, ბარგის ჩალაგებაში იკითხება ყველაფერი, მისი იმედები, სიყვარული და ის დაფარული შფოთვა, რომელსაც ხმამაღლა არ ამდობს. ის გულდასმით ულაგებს ბარგს. და ეს არ არა უბრალოდ ნივთების სია. თიქროული ნივთი, კარგი ჩოხა შალვარი, ხელით მოქსოვილი წინდები, ეს ყველაფერი სიმბოლოა. სიმბოლოა იმის, რომ დედას უნდა ყველამ დაინახოს. მისი შვილი კარგი პატივსაცემი ოჯახიდან მოდის. მისი შვილი, გიორგი, ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა გულიანად იცინის. მისთვის ეს გადამეტებული ზრუნვაა, ცოტა სასაცილოც კი. ის ვერ ხვდება, რომ ეს ბარგი სინამდვილეში დედის გულის ნაწილია, რომელსაც თან ატანს. დედის პასუხი კი აი აქ უკვე სევდა შემოდის. ქალი რომ იყო ეგრე ადვილად ვერ გამიფრინდებოდი ხელიდან. ამ ერთ ფრაზაში ჩანს მთელი მისი უძლურების განცდა შვილის დამოუკიდებლობის წინაშე. გიორგი, როგორც ყოველთვის მხიარულად და ხალისიანად, ბოლოს მაინც თანხმდება. მძიმე ბარგს მხარზე მოიგდებს და მიდის. დედის გულის ნაწილს კი თან მიაქვს, ისე რომ ვერ წხვდება. დედა კი დგას და თვალს აყოლებს, ელოდება, ჩუმად გულში ევედრება, რომ ერთხელ მაინც მოიხედოს უკან. ეს ერთი გამოხედვა მისთვის ნიშანი იქნებოდა, რომ შვილს ახსოვს რა სტოვებს, რომ მათ შორის კავშირი ისევ მყარია. მაგრამ გიორგი არ იხედება. და სწორედ ამ მომენტში დედას გული ეწურება. ის ხვდება, რომ შვილის მზერა მთლიანად მომავლისკენაა მიმართული და არა წარსულისკენ, არა მისკენ. და როცა შვილის წასვლის გარდაუვალობა საბოლოოდ აღწევს მის ცნობიერებამდე, აი მაშინ იწყება ნამდვილი შინაგანი ქარიშხალი. დედას ფიქრებისა და კითხვების ნიაღვარი იპყრობს საკუთარი არსებობის შესახებ. ის პირველ რიგში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შენ და ჩემს შორის არსებულ ზღვარს. რატომ არსებობს ეს განცალკევება? განა ის შვილის ნაწილი არ არა და შვილი მისი. და ეს კითხვა მიგვიყვანს მის შინაგანი ბრძოლის ცენტრალურ ყველაზე მტკივნეულ მეტაფორასთან. რატომ უნდა კონდეს დედას ორი თვალი? რას ნიშნავს ეს? მას უკვირს, რატომ არ შეუძლია იმ თვალს, რომელიც საკუთარ ტკივილს, საკუთარ საჭიროებებს ხედავს, უბრალოდ შეწყვიტოს არსებობა. რატომ არ შეიძლება, რომ დაიბრმავოს, როცა მეორე შვილისთვის განკუთვნილი თვალი ასე ყოლისმომცველია? და ამ შინაგანი ტანჯვის შემდეგ ის დგება სასოწარკვეთილებიდან. რატომ? იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. ის აცნობიერებს, რომ დედას თურმე ორი თვალი აქვს. ერთი საკუთარი თავისთვის, თავისი ტკივილისა და სურვილებისთვის, მეორე კი მთლიანად შვილისთვის მიძღვნილი, რომელიც მხოლოდ მის ბედნიერებას ხედავს. და აი, მისი საბოლოო გულისმომკვლელი არჩევანი საკუთარი მეს სრული უარყოფა შვილის ბედნიერების სანაცვლოდ. ის ირჩევს დაიბრმავოს ერთი თვალი და იცხოვროს მხოლოდ იმ თვალით, რომელიც მისი შვილისთვის ხედავს. საბოლოოდ ეს ამბავი სწორედ ამ ძლავრი შემზარავი გადაწყვეტილებით გტოვებს და გვაიძულებს დავფიქრდეთ, არის კი ეს უდიდესი სიყვარულის აქტი თუ უდიდესი ტრაგედია? და საერთოდ რა არის თავგანწირული სიყვარულის ნამდვილი საზომი? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.